მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ორშაბათია, 1 ივნისია, როგორც იქნა დადგა ნანატრი ზაფხული. მართალია, ამინდი ჯერ კიდევ ბერყეობს, მაგრამ ხედავთ აი ამ არაჩვეულებრივ მზეს, ამ არაჩვეულებრივ განწყობას ვარ ბათუმში. ბათუმის პორტი ალბათ აი ვერაფერს ვერ შეედრება, თავისი სილამაზით, თავისი რაღაცა განსაკუთრებული ხიბლით და მინდა რომ მუდმივად აქ იყოს ხალხმრავლობა, მუდმივად აქ იყოს ის, რასაც ქვია აი დიდი სანაოსნო, დიდი ამბები. დღეს არის არ უნდა დაგვაუწყდეს ბავშვთა დაცვის დღეც და ძალიან ბევრი ბავშვი ტრიალებს აქ, რაც ძალიან სასიამოვნოა და დღეს რაზე მინდა გესაუბროთ. სულ რამოდენიმე დღის წინ იყო პოლიციის დღე. იცით რა არის? თუ ჩვენ დავიწყებთ პოლიციელების დაკნინებას, თუ ჩვენ დავიწყებთ უარყოფით კონტექსტში მათზე საუბარს, მერწმუნეთ რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყნისგან არაფერი არ დარჩება. შეიძლება არსებობდეს გადაცდომა, მაგრამ ეს არ იყოს სისტემური. შეიძლება იყოს კონკრეტული პირის დანაშაული, არა მარტო პოლიციაში, არამედ საბაჟოზე, არამედ კიდევ სხვა სახელმწიფო უწყებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი პოლიციელის, ერთი პოლიტიკოსის, ერთი მებაჟის, ერთი მფრინავის გადაცდომა არის მთელი ერის ტრაგედია და ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. მე ვფიქრობდი, რა თემა შემომეთავაზებინა თქვენთვის აი ესეთი მზიანი, ძალიან მხიარული, ძალიან ბედნიერი ბათუმიდან და ეს ასეა მართლა მე ვფიქრობ რომ ადამიანი არ დარჩა რომელიც არ ოცნებობდეს შაბათ-კვირის გატარებას ბათუმში ან ზოგადად თუნდაც აი ამ ლამას სანაპიროზე გასეირნებას და ვფიქრობდი რას მე მსურდა დღეს გამეცნო თქვენთვის ადამიანი, რომელიც გარდა იმისა, რომ პოლიციის პოლკოვნიკია, გარდა იმისა, რომ გამოირჩევა მართლა ქართველობით, მართლა საოცარი და დიადი წარსულით, არის ჩვენი, რა ვიცი, მუნდირის მცველი და საუკეთესო ქართველი. მას აქვს ფანტასტიკური წარმოდგენა, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში მოვლენები, როგორ უნდა დავაფასოთ გმირები, როგორ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენში გაცილებით უფრო მეტია კარგი, ვიდრე ცუდი, ჩვენში სიკეთე მეტია, ვიდრე სიძულვილი და ეს ის ადამიანია, რომლისთვისაც აი განვლილი გზა იმის მაჩვენებელია, რომ მან უნდა მიცეს მაგალითი მომავალ თაობას, რასაც აკეთებს. მას აქვს არაჩვეულებრივი გეგმები და ფიქრობ, რომ აი ის როგორც ერთი პოლიციელის სახე, ერთი დადებითი სახე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, იქნება ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დამაფიქრებელი და რა თქმა უნდა სტიმულის მომცემი, იმიტომ რომ დგება მომენტი, როდესაც ვიღაცას რაღაც უხილავ ძალას უნდა ყველაფერი ეჭქვეშ დააყენოს. რაღაცა უხილავი ძალა მუდმივად ცდილობს ჩვენი ისტორია გათელოს, ჩვენი გმირები წარმოაჩინოს საკმაოდ არაღირსეულ კონტექსტში. და პირიქით უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში ჯარისკაცები, პოლიციელები, ადამიანები, რომელთა უკან ჩვენ ვდგავართ, ჩვეულებრივი მოსახლეობა, არიან გმირები, არიან ჩვენგან პატივსაცემები, მანამდე ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს ბალანსი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული და დიახ, პოლიციელი გმირია. მას ასე როგორც დაგკვირდით, პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა მაღულარია არის დღეს ჩვენი სტუმარი. ზაზა, პირველ რიგში მოდი ასე ვთქვათ, რა არის შენთვის პოლიციელი, პოლიციელის მუნდირი და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი, აი რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის აი ამ მუნდირის ტარება და რამდენი წელი ემსახურე საქართველოს? ესე იგი, მე რა უპირველეს ყოვლისა მინდა მივულოცო ყველა პოლიციელს, პოლიციის დღე და პირადად ჩემთვის ეს არის ღირსება რა. მუნდირი ეგ არის ღირსება, ეგ არის სიყვარული თავისი ქვეყნისადმი პირველ რიგში, სიყვარული ქართველისადმი და არა მარტო ქართველისადმი, შენი ქვეყნის მოქალაქისადმი და შემდგომში რა თქმა უნდა ეს არის ღირსება, რომელიც ყველა პოლიციელს ზეამაღლებულად უნდა ჰქონდეს. იცი ზაზა რა მინდა გკითხო, არის აი ესეთი მოარული აზრი ტრიალებს და მეც ძალიან ხშირად მიმუშავია პოლიციელებთან, რომ როდესაც აკნინებენ ერთ პოლიციელს, ან თუნდაც მოუვიდა გადაცდომა და კანონის წინაშე ის ტყუის, თითქოს ყველა დანარჩენი პოლიციელები თავს რაღაცა დაკნინებულად გრძნობენ. ძალიან მძიმეა ეს პროცესი სამხრეებიანი ადამიანისთვის, ძალიან მძიმე გადასატანია. ჩვენ გქონდა ხა არასასიამოვნო ფაქტებიც, მაგრამ თქვათ, რომ სახელმწიფო რეაგირებს
არის ძალიან სწორად და ეს არ არის სისტემური დანაშაული. აი შენ როგორ ფიქრობ, რამდენად რთულია ამ ყველაფრის აღქმა პოლიციელისთვის? მე ხო გითხარით, არა თავარი არის ღირსება, და როცა ადამიანის ღირსება და განსაკუთრებით ფორმიან ადამიანზე არის ეს ძალიან მტკივნეული და ძალიან განვიცდით ხოლმე ასეთ სიტუაციას, რომ ფორმიანი ადამიანი რაღაცას ისეთ ამას აკეთებს, რაც ქვეყნისათვის და უპირველეს ყოვლისა მისი სამსახურისადმი, მისი ფორმისადმი არ არის კარგი და ლამაზი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო რეაგირებს ძალიან სწორად, იმიტომ რომ პირველ რიგში არის აი ასეთი პირველ რიგში თვითონ პოლიციელი უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა, აბსოლუტურად გამჭვირვალე. ის უნდა იყოს ისეთი, რომ აი ნებისმიერი მოქალაქისადმი უნდა იყოს პირველი მეგობარი. თუ კი ამას მიაღწევს თავის ცხოვრებაში, რომ ის იქნება საქართველოში, გინდა სწორად ჩამოსული, გინდა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის უნდა იყოს პირველი მეგობარი. თუ კი იმას რამე უჭირს, ის არ უნდა ურეკავდეს ვიღაცას, ის ეკავს პოლიციაში, იმიტომ რომ მან უნდა იცოდეს, რომ პოლიციელი არის მისი ყველაზე საუკეთესო მეგობარი. თუ ჩვენ ამას მივახდით, პოლიციაში ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. და პრაქტიკულად მივახცეთ, არ გეჩვენება, რომ აი ამ მიღწევას მტერი ყავს. არა, რა თქმა უნდა, მტერი კი არა, ეს არის ძალიან ბევრი ისეთი ხალხი არის კიდე, რომ აი მე პირდაპირ შემიძლია ეს გითხრათ, რომ აი მუნდირის ქვეშ ამოყარებული ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც არც ღირსება გააჩნიათ, არც სინდისი, არც აი ეს მეგობრული გრძნობები. აი წარმოიდგინეთ, როცა პოლიციელია, რომელიც რომ ახლა ჭეშმარიტად მოწოდებული არის, რომ ის იყოს პოლიციელი, როგორ განიცდიან ეს ბიჭები იმას, როცა რომ უყურებენ იმას, თუ აი რაც ხდება და რასაც აკეთებს ზოგიერთი, მაგას რომ უღირსი, და სოდახაში გაიწვენდება პოლიცია და დარჩება ეს მაგას ღირსეული ხალხი, რომელთაც ღირსება არის პირველი. იცი რა, მაინც ბათუმში ვარ და ალბათ გასეირნება ჯობია, ხო? და თან ვაჩვენოთ ჩვენს არაჩვეულებრივ მაყურებლებს და მსმენელებს ნამდვილი, ესე იგი სანაოსნო. რა ქვია ხა ამას, გემი, კატერი, როგორ არის? ეს არის გემი რა, სასეირნო გემი. ზაზა. რა მითხარი, იცი? ეხა ეს ნაოსნობის თემა კიდევ ცალკე არის ალბათ ბათუმისთვის, რა ვიცი, მთავარიც არის და უმთავრესიც. შენ რას ხედავ აი ამ ბიზნესის განვითარებაში? ბიზნეს რატო ვამბობ? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ხა აქ ჩაწყობილია ხო კატერები, გემები და ესეც ერთ-ერთი შემოსავლის წყარო ხდება ბათუმისთვის. აი როგორ ფიქრობ, უსაფრთხოების თვალსაზრისით ზოგადად რა დატვირთვა აქ აი ამ სეგმენტს ეხა ბათუმისთვის? ნუ ახლა ეს გემი სადაც ჩვენ ვიმყოფებით არის ჩემი მეგობრის, რომელიც ასევე იყო არის ყოფილი პოლიციელი. აი ესეთ მაგარი ბიჭები ყავს პოლიციაში, კრეატიულები. ეს უკვე არის საკმაოდ ესეთი ნორმალური ბიზნესმენი, ეს მარტო ეს არ არის, იმას კიდე ყავს რამოდენიმე აი ასეთი გემი და მე რა თქმა უნდა წარმატება მინდა უსურვო მას, იმიტომ რომ რასაც ის აკეთებს, ის კეთება ქალაქისათვის. ახლა წარმოიდგინეთ, თუ რა სილამაზე გადაიშლება, როცა რომ გადიხარ და უყურებთ აი ბათუმს, რომელიც უკვე ისეთი კოპცია და კოხდა გახდა, რომ აი მისი დღე-დაღამე რო უყურო არ მობეზრდება ადამიანს. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს რა, ჩვენი სამშობლო განვითარდეს. ამას ალბათ უყურებენ ჩვენი ძმები აფხაზეთშიც და ალბათ იქ არ არის ესეთი განვითარებული, როგორც ეს არის ბათუმში და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს მაგალითი სრულიად საქართველოსათვის. გადავლობაში ვყავს აფხაზეთის, რომ იქაც კიდე აი ასეთი ჩვენთან ერთად დაიწყონ იმათმაც კიდე აი ასეთი ბიზნესი და ამით უფრო მეტად განვითარდება ქვეყანას, განვითარდება ჩვენი სამშობლოც და რა თქმა უნდა აყოფილი. თან აქ რო ვუყურებთ, ხო, რომ ვდგავართ, აგერ არის აფხაზეთი, ხო, ხა. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან პატარა არის, ერთი ხელის გაწდომა არის და ალბათ ჩვენ ვიქნებით ყველაზე არასწორი ადამიანები, თუ ოდესმე აი ეს თემა არ იქნება ჩვენთვის უმთავრესი, ჩვენი თაობისთვის, ამისთვის ვიცხოვრეთ, ამისთვის ვიღვაწეთ, ალბათ ეს არის ის, რასაც ვუტოვებთ ჩვენ შვილებს და ეს ის დანაბარებია. მე რამ სიამოვნებს, იცი, ხა, რომ ის პოლიციელები, რომლებიც უკვე ვთქვათ, რაღაცა პოლიციელს მაინც აქვს პერიოდი, როცა უნდა გავიდეს პენსიაზე, ხო? ეს ცოტა უფრო ადრე დგება ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანები შეყვასებ ვთქვათ. ალბათ იმიტომ, რომ თქვენი დატვირთვა, თქვენი მუშაობის უკან არაჩვეულებრივი შავი ზღვა არის, საოცარი სანახაობა, მშვენიერი ბათუმის შემოგარენი და მაგალითად ადამიანმა მეტი რა უნდა
ისურვოს და მეტი რა უნდა იფიქროს. რა სამშობლო გვაქვს, ხო? და ამ სამშობლოს დაფასება უნდა. მე მიხარია რომ ბრუნდებიან ემიგრანტები. შენც ალბათ იცი უკვე რამდენი დაბრუნდა ბათუმში აქედან ოდესღაც წასული. მაგრამ კიდევ რაღაც გვაკლია იმისთვის რომ ერი შეიკრას, რაღაცა უფრო მეტი კონსოლიდაცია, უფრო რაღაცა გარკვეული იდეის გარშემო გაერთიანება. შენ გაქვს ეს იდეა, მოდი რა მოყევი, აი რას ფიქრობ, შენ რა უნდა გაკეთდეს? მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრი არის, მაგრამ მე რაღაც კონკრეტულად მინდა ერთ რაღაც საიჩემს გულის კეულზეს კი შეიძლება დავატყოთ ამას, იმიტომ რომ აი საქართველოს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე 28 ეროვნული გმირი ყავდა. მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ არც ერთი მათგანი ცოცხალი არ არის. ანუ წარმოედგინეთ თქვენ, რომ სამი ომი გადაიტანა ამ პატარა ქვეყანა უახლოესი პერიოდის განმავლობაში და ცოცხალი ეროვნული გმირი ჩვენ არ გვყავს. ეგ არის კატასტროფა ქვეყნისათვის. რა ამას პირდაპირ შემიძლია გავთქვა, იმიტომ რომ გმირებს, რომლებმაც თავი გასცეს თავისი ქვეყნისათვის, შესაბამისი პატივი მაინც არ აქვს ამ ქვეყანაში. ანუ ესეთი შტაბ-ბიჭილება მრჩება და არა მარტო მე, ალბათ ეს თქვენას გაქვთ ასეთი შტაბ-ბიჭილება, რომ სანამ ცოცხალი არის, მანამდე რაღაც ინტრიგების, ხლათოები მიდის, რაღაცები და საკმარისია რომ ეს ადამიანი გარდაიცვალოს, რომ შემდგომ უკვე ვიწყებთ ხოლმე აი ამ ადამიანის ნუ ერთი პატარა შენიშვნით შენ ალბათ უფრო შემისწორებ მართალი ვარ თუ არა ჩვენ ყავს გია ყარყარაშვილი რომელიც ჩემთვის გარდა იმისა რომ ჩემთვის ეროვნული გმირიც არის და საქართველოსთვის პლუს კიდე ჩემი ძალიან ახლო ნათესავია და ჩვენ ალალი ბიძაშვილები ვართ და ფიქრობ რომ მაინც გიას ფაქტორი დღეს კიდევ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და მე ვერ ვიტყვი რომ არ არის დაფასებული. აი აქ უკვე ფიქრობ რომ მაინც იცი რა ყოველთვის არის ყველა დღესასწაულზე წარმოდგენილი ძალიან ღირსეულა და რაც შეეხება აი სამხედრო საქმეს, აი ამ ყველაფერს მაინც გიას მისამართით ალბათ არის ეს კეთილგანწყობაზე აღარ არის ლაპარაკი დაფასება. ლალე მე თვითონ ვარ პროფესიონალი სამხედრო, მე სამხედრო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და ვიცი თითოეული სამხედროს და მე ბრიგადის მეთაურიც ვიყავი კიდე შინაგანი ჯარების და ვიცი მე თუ რას ფიქრობს და როგორ აღიქვამენ ჯარისკაცები საერთოდ მეთაურს. გია არის აი როგორ გითხრა, კაი ყმა. შეიძლება აი ასეთი რაღაცა ვიხმაროთ მასზე, იმიტომ რომ აი ამ ბიჭმა თავისი ცხოვრება ფაქტიურად სამშობლოს მიუძღვნა. ხო, თავისი ჯანმრთელობაც აი ყველაფერი რაც მაგას აქვს გაკეთებული. ახლა წიგნის გამოცდა გია, ხო, თავისი არა მე ურჩევდი რომ აი ბევრს თითქმის მთელ საქართველოს მოუწოდებ რომ წაეკითხა ეს წიგნი და აი მაშინ მიხვდებიან თუ აი რამოდენა ძალისხმევა ქონდა ჩადებული აი ამ პიროვნებას თავისი ქვეყნის გადაჭრისათვის. ის არის ერთადერთი ადამიანი რომელმაც აი ასე თქვა დაძაბულ სიტუაციაში ფსოუზე წყალედალია, ხო, აი მარტო წავიდა ფაქტიურად და ისე რომ არ შეშინებია არაფრის და ვერც კი ვერანი ვერ გაუბედა იმ მუდენა ავტორიტეტი ქონდა გიას. აი ასეთი ხალხის და ძმა დატოვა. რა თქმა უნდა, და აი ასეთი ხალხი სამწუხაროდ გარდაცვლილი დაღუპული ძმა და რა ვიცი აი არა მარტო რაღაც გასასწაულებზე მიწვევები და რაღაცები არის საკმარისი. არა ეს შეიძლება არც კი ჭირდებოდეს, მას უბრალოდ მე სხვა რაღაცაზე მოგსაუბარი რომ აი გმირები არა და ჩვენ კიდე გული მტკივა იმისათვის რომ ემაზე მტკივა გული რომ გმირობას როგორც ასეც არა დაეკარგა რაღაც უკვე ახმა, იმიტომ რომ აი არ შეიძლება გამიგეთ რომ თქვა ყველა პოლიციელი გმირია. არ არის ყველა პოლიციელი გმირი, არც ყველა ჯარისკაცი, არც ყველა ექიმი, არც ყველა ინჟინერი, ნუ გმირობას აქვს თავისი რაღაც კრიტერიუმები, ძალიან და ეს აი ასე გმირება და არავინ არ იბადება, რომ ახლა შე თუ ფორმა ჩაისვეს არ ნიშნავს იმას რომ გმირი ხარ, არა. გმირობა ეს არის რაღაც წამებში გადაწყვეტილი და მიღებული რაღაც გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში უკვდავყოფს აი ამ ადამიანს. აი არაჩვეულებრივად თქვი რა. ხო და აი აქედან გამომდინარე, ყველაზე გმირობის მინიჭება, ხო, ამითი თვითონ აბა გმირი ვინ არის? გმირთა გმირი? ესე უნდა ვისაქმნათ რა, უწოდოთ ან ზეგმირი ან რაღაცა, ხო? და აი ამიტომ აი ამ სიტყვის ხმარებასაც აქვს თავისი რაღაც გარკვეული დატვირთვა, როცა ჩვენ გმირობაზე გვაქვს საუბარი. და აი ჩემთვის მაგალითად ძალიან მისაღები იქნება თუ კი და იგივე შინდისის ომის გმირებს, ხო? იქო გადარჩა, რა, იქო დაიჭრენ ბიჭები, არა? ხო შეიძლება რომ იმათ მე ის მინდა თუ კი ამას უყურებს არ ვიცი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მინდა რომ უბრალოდ თხოვო რომ გაითვალისწინოს ეს და ერთი ცოცხალი გმირი, ერთი არა, 5, 6, 7 და აი ამ ბიჭების სურათები უნდა იყოს აი ბილბორდებად
გამოგრული ბათუმიდან თბილისში წარმოიდგინეთ რომ ბათუმიდან თბილისში მიდის მამა და შვილი მანქანით და აი უყურებს რომ ბილბორდზე არის საქართველოს ეროვნული გმირის სურათი ხო ეს აუცილებლად შეეკითხება თუ ვინ არის ეგ მამა ხო ეტყვის არა და ის მამას ვალდებული იქნება რომ აუხსნას და განუმარტოს თავის შვილს და ის ბავშვი გაეზრდება აი იმითი რომ აი მისი სურათიც უნდა რომ დაუხსნათ იქ რო იყოს არა ხო და აი ასეთი რაღაცა რა ამ ქვეყანას უფრო ცოტა სხვა მიმართულებიც აიღოს აი უფრო პატრიოტულად გაეზრდები და პატრიოტებად გაეზრდებიან ეს ბავშვები ეს ჩემი მოსაზრება არის ასეთი რომ უფრო მეტი დაფასება და საქართველოს სამ გადატანილ ქვეყანას ამდენად ჭირდება სოციალური გმირები იცი რა არის აბსოლუტურად გეთანხმები ძალიან მომწონს ეს აზრი და ვფიქრობ რომ გასათვალისწინებელია საერთოდ აი ესეთი აზრები იქმნება ჯაბაასის დროს სამწუხაროდ მედია საშუალება ხშირად ისეთი თემებით არის დაკავებული რომელიც არავის არ ჭირდება რომელიც არც ვინც სტუდიაშია იმას არ ჭირდება და რო არავინ არ უსმენს ეს კიდე სხვა პრობლემაა ჩვენ დღეს მე გეთანხმები ჩვენ გვყავს დღეს ოჯახები რომლებიც უახლოესი ისტორიის მომსწრე არიან ცოცხალი მემატიანე გვყავს ქვეყანაში ხო ის თაობა რომელიც ეს სულ ახლახანს მართლა ბრძოლის ველზე იყო და ზოგი ცოცხალია ზოგის რა ვიცი უზრუნველსაყოფად გაცილებით მეტი აქვს ჩვენ ქვეყანას გასაკეთებელი და ამას ყველაფერს რატო ვამბობთ ჩვენ არ უნდა ვიქცეთ უგმირო ქვეყნად ხო მეთანხმები ამაში არა აი იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ გმირების სავანე რომ ეს იყოს აი ესეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ზუსტად ამიტომ გვინდა ჩვენ იმის გაკეთება რასაც ჩვენ ახლა ამბობ ზაზო ჩვენ ამ საოცარ მზიან ლამას ადგილას საუბრობთ იმაზე რაზეც უნდა საუბრობდეს ნებისმიერი ქართველი იმაზე რაზეც რა ვიცი ჩვენი სამშობლო დღენიადაკ უნდა ფიქრობდეს იმიტომ რომ სამშობლო რომელსაც ყავს ზღაპრული გმირები უნდა ფიქრობდეს აი ამ სახელების წარმოჩინებაზე, იმიტომ რომ სხვანაირად ხა როგორ უნდა ასწავლო ახალგაზრდა თაობას, ვინ იყო ჩვენს თაობაში გამოჩენილი თუ არა რაღაცა მაგალითები მოუყვანო, თუ არა რაღაცა ისტორია წააკითხო. იმიტომ რომ სამწუხაროდ მართლა ვამბობ, ვიღაცის უხილავი თუ ხილული ხელი ცდილობს რომ აი ნიველირება გაუკეთოს ყველაფერს, რაც მომხდარა საქართველოში, თითქოს არც არაფერი, ჩვენ ესეთი ცუდები ვართ, დიდად არაფრით არ გამოვირჩევით, დიდი არაფერი არ ვართ. და ამიტომ მე ვთვლი რომ ვართ კიდევაც გამოვირჩევით კიდევაც და საოცარი მხედართ მთავრები ყავდა და ბოლო-ბოლო ომი მოიგო სტალინმა და ჩვენ მოგწონს არ მოგწონს იყო გადაცდომები თუ არ იყო ვიცით რომ მეორე მსოფლიო ომის მთავარი გმირი მაინც იყო ეს ადამიანი და ის იყო რაც ჩვენ წყალზე მნიშვნელოვანია გენეტიკურად ქართველი დიახ რა თქმა უნდა ახლა თქვენ სტალინი ახსენეთ და აი ამიტომ ერთი პატარა მაგალითი მინდა მოგიყვანოთ თქვენ აი 44 წელი იყო 43 წელი აი ესე რუსეთში იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში უბრალოდ ძალიან ბევრი უპატრონო ბავშვები დარჩნენ რა ეს იყო ის ბავშვები სამშობლოები დაღუპული ყავდათ და უცებ ამით ისარგებლა კრიმინალმა და ეს ბავშვები ასე ვთქვათ მიისაკუთრეს და ეს ბავშვები ძალიან სასტიკ დანაშაულს ჩადიოდნენ და მაშინ სტალინის ბრძანებით შეიქმნა ეგრეთ წოდებული სამხედრო კადეტთა სასწავლებლები და ასეთი იყო ნახიმოვის სასწავლებელი იყო, ასეთი სუვოროვის სასწავლებელი იყო, თბილისშიც ასეთი ლესელიძის სამხედრო სასწავლებელი იყო, სადაც ეს ბავშვები ხდებოდა მათი იქ მიყვანა და შემდგომში დასაწყისში ჩაასრულეს სამხედრო ფორმით და ისინი ამით ჩამოაშორეს კუჩებს. ეს იყო მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის მომავლის შექმნა. რა თქმა უნდა და აი ეს ბავშვები შემდგომში გაეზარდნენ ძალიან ძლიერი ხედავმთავრები, რა თქმა უნდა, ყველა ხე შეიძლება არ გამოსულიყო სამხედრო, მაგრამ გამოდიოდნენ ძალიან ჩამოყალიბებული ადამიანები, რომლებმაც შემდგომში ეპოქა შექმნეს, ხო, ხიანად არა, აი, ომის შემდგომი პერიოდი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ესეთი, აი, გამორჩეული პერიოდი, როცა წამოვიდა ძალიან სერიოზული, როგორც მეცნიერები, ასევე ხედავმთავრები და აი, საქართველოში ხო შეიძლება რა, რომ აი, ერთი გვაქვს ასეთი, ხოლმე ეს არის ქუთაისში, კადეტთა სასწავლებელი და ჩემი ოცნება არის აი ასეთი რომ ყველა დიდ ქალაქში მასშტაბით ბათუმშიც იყოს აი ასეთი სასწავლებლები შექმნილი და წარმოიდგინეთ თქვენ რომ აი რამდენი მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით რამდენი ოჯახი არის როდესაც არ შეუძლიათ და არ აქვს იმის საშუალება რომ ბავშვებს მიცეს რაღაც განათლება აი რაღაც ასე თქვა დაასაქმოს და შემდგომში ეს ბავშვები ცოტა ყველა არა რა თქმა უნდა მაგრამ რაღაც გარკვეული რაოდენობა ძალიან ცუდ გზაზე დგება ხოლმე და აი თუ კი სახელმწიფო ამაზე იზრუნებს რომ აი ესეთი ბავშვები იქნება გადაყვანილი და მოძიებული შემდგომში და მიყვანილი აი ასეთ კადეტთა კორპუსში და იმათ ექნება თავიანთი
დასაცმელებიც და ამაში ჩაერთვება ეკლესიაც კიდე. განსაკუთრებით დედაოები, რომლებიც რომ აი პატარა ბავშვებს შეიძლება ეს ბავშვი 5-7 წლის ასაკიდანაც, ხო? და დაიწყებდა მაღაზიებს ზრუნვას, არა უბრალოდ აი ასავლიან რას, კაცის სიყვარულს, არა სიყვარულის სწავლება ექნება და აი ჩემნერია ხალხი, არა ძალიან ბევრი არის, ვისაც რომ უკვე დამთავრებული აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა, გინ პოლიციაში, გინ ჯარში, პენსიაში გასული, აი ამ ხალხის ასე დასაქმებით კიდე, რომლებიც შეასავლიან ამ ბავშვებს სამხედრო საქმე შეასავლიან, რა არის პატრიოტიზმი, რა არის როგორ უნდა აი ელემენტარული რაღაცები, რასაც ჩვენი ბავშვობის პერიოდში ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ დაწყების სამხედრო იმას რა ქვია მომზადებას, რომელიც შემდგომში ხო რა თქმა უნდა, რომელიც შემდგომში რატოაც გააუქმეს, არ ვიცი რატო, მაგრამ აი ასეთი სწავლებებით ხო, აი ეს ხალხი რომლებიც არის ჩემი ასაკის, შეიძლება ცოტა უფრო კიდე ხანში შესულები, ცოტა უფრო ახალგაზრდები, თუ კი ისინი ჩაერთვებიან და იმას რა თქმა უნდა გარკვეული ანაზღაურებით ეს ხალხის დასაქმდება. ეს ბავშვები საქართველოში გაეზრდებიან ნამდვილი პატრიოტები და ეს იქნება ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა, რომელიც ბავშვებმა შეიყვარონ ჩვენი ქვეყანა, შეიყვარონ სხვა რაკურსით, სხვა ხედვით შეიყვარონ იმათმა და საქართველო მიიღებს ძალიან ძლიერ და კარგ კადრებს, როგორც სამხედროს, აი ასევე უბრალოდ კარგი კაცები და კარგი გოგონები იქნებიან უკვე იმათგან. და მე გეთანხმები ამაში და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ჩვენი ისტორიული წარსულიც. ისტორიულ წარსულში ხდებოდა ის, რომ მეორე მსოფლიო ომი არ დამთავრდა იმ 9 მაისით და 45 წლით, ხო? მანამდეც და მერეც ყოველთვის მუშაობდა გარკვეული დასავლური ანკლავი, რომელიც იმაზე იყო მობილიზებული, რომ საბჭოთა კავშირი დაეშალათ, რომ დამდგარიყო ის ნანატრი დრო, როდესაც რამენაერად დაშლიდნენ, გაანადგურებდნენ და შეძლეს კიდევაც წლების მერე და ზუსტად აი ესეთი ბავშვები ჭირდებოდათ, რომლებიც ყველაფერს გააკეთებდნენ და საქართველოში ეს დავალება მიეცათ ალპინისტებს, იმიტომ რომ ცნობილი ოჯახია ჯაფარიძეების ალპინისტები, რომლებსაც შეფარებული ყავდათ ესეთი, ასე ვთქვათ, მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვები, რომლებსაც მართლა ლუკმაკური არ ჰქონდათ და ეს ოჯახი გარდა იმისა ლუკმაკურს უყოფდა, იყო რომ სპორტით დაინტერესდა და ბევრი მათგანი ხა მე ოჯახში მყავდა ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ჯაფარიძეებმა აღზარდეს და რომელიც მომავალში ძალიან დიდი მეცნიერი გახდა და იცი რა არის თუ ჩვენ და ჩვენმა თაობამ რომელმაც უკვე ბევრი რამე ვნახეთ რომელმაც ვიცით რა არის გმირობის ფასი რომ ვიცით რომ ჩვენს გვერდში იყვნენ გმირები ცოცხალი გმირები ყავს დღესაც ხო თუ არ დავიწყეთ დაფასება თუ არ ვუჩვენეთ იმ ბავშვს რომ გზა ციხისკენ ის ცუდია და გზა დიდებისკენ ის კარგია რომ ეს შენი სამშობლოა ეს არის შენი ზღვა შენი მთა შენი ქვეყანა რომელიც ოდესღაც უნდა გამთლიანდეს ოდესღაც ერთად უნდა იცხოვრო აფხაზებთან, ოსებთან, ასწავლო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხვდები რომ პატარებში, ახალგაზრდებში, აი უყურებ და ეს შუშის თვალებია და ძალიან რთულია გააგებინო რომ რა გინდა, რა სიმართლე გინდა მიიტანო მათ ყურამდე, მათ ტვინამდე და მე ვფიქრობ რომ გენიალური იდეა გაქვს წარმოდგენილი მაქვს ალბათ შენ ამაზე ისაუბრებდი შენს კოლეგებთან, შენს მეგობრებთან, ალბათ არმია არის ხალხის, რომლებიც სიამოვნებით წამოვლენ, ასწავლიან და აი ამას სამომავლოდ ამ გამოცდილებას შეემატება საქართველოზე შეყვარებული ახალგაზრდების აი ერთ-ერთი მაგალითი ვარ მეც კიდე მე დიდი სიამოვნებით ჩავერთვები აი ასეთ პროექტებში თუ კი იქნება ეს რა თქმა უნდა თუ კი მიიღებს ამას და მე მაკლამიდან მივმართო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს რომ დაინტერესდეს აი ამითი და აი თუ კი ის იქნება მისი მონდომება და მისი ასე ვთქვათ სურვილი რა აი ასეთი სასწავლებლები რა შეიძლება მეტი იყოს ჩვენ ქვეყანაში საქართველოს გადარჩება მე ამას აი პირდაპირ გეუბნებით ეს ბავშვები გაეზრდებიან ნამდვილი პატრიოტები და აი ეკლესიამ ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთოს თუ კი ისინი აი მოკიდებენ ხეს აი ბავშვების სულიერ აღზრდას სამხედრო მიმართულებით და უფრო აი პატრიოტული მიმართულებით რა თქმა უნდა ეს ყოფილი თანამშრომლები რომლებმაც უკვე დაამთავრეთ თავიანთი სამსახური ისინი თუ შეერთვებიან ეს იქნება ერთობლიობაში გაკეთებული ძალიან ძლიერი ქართული საქმე. კი ბატონო მე ვფიქრობ რომ დღეს 1 ივნისს ამაზე კარგ გზავნილს ჩვენ ვერ გავუკეთებთ მომავალ თაობას რომ დღეს ბავშვთა დაცვის დღეა ყველა ბავშვის ინტერესი უნდა იყოს დაცული და ყველა ბავშვი უნდა იყოს იმ სოციუმის წევრი სადაც ჩვენ ვტრიალებთ არავინ არ უნდა იყოს გარიყული და არავინ არ უნდა იგრძნოს თავი მარტოდ. ძალიან დიდი მადლობა ზაზა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ.
არსებობს ეთერი და არსებობს განსაკუთრებული ეთერი. არსებობენ გმირები და არსებობენ ზეგმირები. და ისეთი ადამიანები, რომელთანაც საუბარი გაძლევს სტიმულს, როგორ იცხოვრო, რა გააკეთო, როგორ იქნება ვექტორი, საითკენაც უნდა წახვიდე, როგორ უნდა აღზარდო შვილები, სწორება, ვიზე უნდა გქონდეთ, როგორ ადამიანებზე და როდესაც შემოგვიტევს ესეთი ნიჰილიზმი, აი ზუსტად ასეთი ადამიანები უნდა წამოვწიოთ, რომლებმაც გარდა იმისა, რომ ღირსეულად განვლეს თავისი გზა და მართლა არიან დღეს ცოცხალი გმირები, ფიქრობენ იმაზე, თუ რა დაუტოვონ ქვეყანას, როგორ აღზარდონ მომავალი თაობა, როგორ მოუარონ იმ ბავშვებს, რომლებმაც იმის გამო, რომ არ აქვთ სახსრები, წალეკეს კუჩები, რომ ეს ბავშვები ერთიანდებიან რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებებში და დღეს საქართველოს ჩვენ ვიცით, რომ არასრულწლოვნების ეს პრობლემები რეალურად არსებობს და ჩვენ გვთავაზობენ საუკეთესო გამოსავალს. მე მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ზაზას არაჩვეულებრივი ინტერვიუსთვის და უბრალოდ მინდა ჩვენს მსმენელს მაყურებელს ბოდიში მოუხადო. კი იყო ზურგის ქარი, მაგრამ ეს ქარი იყო ძალიან ხმაურიანი. მაგრამ მიმაჩნია, რომ იმდენად ლამაზი იყო თემა, იმდენად ძვირფასი იყო ის, რაზეც საუბრობდით, რომ პატარა ხმაური, მით უმეტეს ეს ხმაური არის შავი ზღვის ტალღების ხმაური, მაინც ასატანია. მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე მოროშკინას პოდკასტი მუდმივად თქვენ სამსახურში.